საღამოშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. სიცოცხლისთვის სახიფათო გზატკეცილი ყოველთვე ავტოსაგზაო შემთხვევები თელავი ბაკურციხე თბილისის გზატკეცილზე ასობით დაზარალებული და დაღუპული ავარიების შედეგად მათ შორის ბავშვები და მძღოლები რომლებიც გადაჭარბებული სიჩქარის გამო არ ჯარიმდებიან რაში ხედავს მოსახლეობა პრობლემიდან გამოსავალს. ჩვენში 2-3 ავარია მაინც ახდება. ამ 3 ავარიიდან ერთი მაინც თავდება სიკვდილი. ძალიან დიდი სისწრაფით არის მოძრაობა და ყოველთვის საში უამრავი ხალხი იღუპება. შემოვლითი გზა რომ იქნება, ყველანაირი ხიფათი იქნება დაცული. ბეჯინში ამბულატორიის ახალი შენობის ასაშენებლად 100,000 ლარი გამოიყო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ კოლეჯ AIS-ის ფილიალი ლაგოდეხში. რა პროფესიებს დაეუფლებიან ახალგაზრდები და რამდენად ადვილად დასაქმდებიან კოლეჯის დამთავრების შემდეგ. მიმდინარეობს შენობის სრული რეაბილიტაცია. სოფლის მეურნეობის პროფესიებს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა. ეს იქნება მებოსტნეობა, მევენახეობა და ასე შემდეგ, რომელიც დარგებიც განვითარებულია. აპრილიდან აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა განახლდება. რა პირობებს თავაზობენ ფერმერებს? ინტერვიუ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერ ლევან მაღრაძესთან. პატრიარქის საკვირაო ქადაგება რა ურჩია უწმინდესმა მრევლს. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე გურჯაანი TV.com-ზე, Facebook-ის გვერდზე მოგზავნეთ ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ ცილქნეზე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. რუსის სამართალდამცველების ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო. მეტროს სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი უკვე გაესაუბრა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს. სიცოცხლისთვის სახიფათო გზატკეცილი თბილისი-თელავის ცენტრალურ გზაზე ავარიების შედეგად მოქალაქეები, მათ შორის კი მცირეწლოვნები თითქმის ყოველთვე იღუპებიან. წინა კვირას 4 წლის ბავშვი მძიმე დაშავდა ზემო გურჯაანში მომხდარი ავარიის შედეგად. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები გადაჭარბებული სიჩქარის გამო ჩუმლაყი ახაშნის მონაკვეთზეც. გზებზე არ არის დამონტაჟებული რადარები და სათვალთვალო კამერები, ამიტომ კანონმდარღვევი მძღოლები არ ჯარიმდებიან. რაში ხედავს მოსახლეობა გამოსავალს, რომ გზები შედარებით უსაფრთხო გახდეს, გიორგი ბაღანაშვილი განაგრძობს თემას. გურჯაანიდან ახაშნისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალს ადგილობრივები სასიკვდილოს უწოდებენ. მათი დაკვირვებით თუ არ გავა, რომ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოყვეს. სუბუქი და მათ შორის სატვირთო მანქანები ამ მონაკვეთში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, რაც ავარიების მთავარი გამომწვევი მიზეზი ხდება. მძღოლების დაჯერიმება კი ჭირს, რადგან მაგისტრალზე არც ვიდეოთვალი და არც რადარი დამონტაჟებული არ არის. სასიკვდილოა გასძვრას ლაპარაკობ. აი ეგ რო აწერია სოფლის დასახელება, დასახელ პუნქტში შვილო მანქანა რამდენი კილომეტრი უნდა იაროს? 150-200 კაცი. მანქანა რო დგა, იქ არის 3 ადამიანი. აი ეგ ორი მანქანა გაზოში გადავარდნი. ჩვენში 2-3 ავარია მაინც ახდება. ამ 3 ავარიიდან ერთი მაინც თავდება სიკვდილი. ძალიან დიდი სისწრაფით არის მოძრაობა და ყოველთვის საში უამრავი ხალხი იღუპება. ხშირია ავარიები რომ სისწრაფეს არავინ არ უყურებს. დაიცავი 50 კმ/სთ-ში 60 კმ მაქსიმუმი არა კაცო. და ავარიები არ მოხდება, გენდა. მიფრინავს მანქანა ინსპექტორი, აი ხადგა არგემე კიდევ არის. დასახლებულ პუნქტში უნდა იარო 40-50-ით. გაიგე და ვინმე დადის მაგრე. მძღოლები ხშირად არიცავენ წესრიგს და ტრაილერები ისინი განმუხტვამουν ამ ტრასას. იმიტომ რომ ძალიან დიდი მოძრაობაა ერთი მხრიდან მეორე მხარეზე ვერ გადასულა ადამიანი. სახიფათოა ძალიან. გურჯაანიდან ახაშნისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რომ განიტვირთოს და ავარიების რიცხვი შემცირდეს, მოსახლეობის აზრით საჭიროა შემოვლითი გზა გაკეთდეს და ორივეგან ვიდეო თვალი დამონტაჟდეს, რათა მძღოლებმა დაჯარიმების შიშით მაინც დაიცვან მოძრაობის წესები. სახიფათო არის ძალიან ესტრატე. თუ არ დადგა ეს ვიდეო თვალები, არაფერი არ შეშველება ამ თავს. კამერები დადგეს, რომ გაფრთხილდნენ ყველა რა. რომ ეს სწრაფად არია, რომ მაინც დასახლება არის და სწრაფად სიარული არ შეიძლება.
სატვირთო ავტომანქანებმა ცალკე იარონ, სუბუქმა მანქანებმა ცალკე იარონ. ეგ უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ ბევრი მანქანა დადეს, ძალიან ბევრი მანქანა და უფრო და უფრო ემატება მანქანების რაოდენობას. ამიტომ საჭირო არის მეორე დამატებითი ტრასა სატვირთო ავტომანქანებისთვის. შემოვლითი გზა რომ იქნება, ყველანაირი ხიფათი იქნება დაცული. არანაირი ის არ იქნება ეხლა საშიშროება, იმიტომ რომ ეს ტრაილერები მართლაც ძალიან საშიშროება საქმეა. ახაშნის ცენტრალურ მაგისტრალთან ერთად სახიფათოა გურჯანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზაც. წინა კვირას ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა. ყოველ წელს კი ათობით ადამიანი იღუპება. საავტომობილო გზების დეპარტამენტში უკვე წლებია ანონსებენ, რომ კახეთში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. თუმცა რესპონდენტები ამბობენ, რომ მანამდე არსებულ გზატკეცილზე სასწრაფოდ შემოფერხებელი რადარები და ვიდეო თვალი უნდა დამონტაჟდეს, რადგან ავარიების რისკი შემცირდეს და ქვეით მოსიარულეებსაც საფრთხე აღარ შეექმნათ. ვეჯინში ამბულატორიის ახალი შენობა აშენდება. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100.000 ლარი გამოიყო. შენობა, სადაც ამჟამად პაციენტებს ემსახურებიან, სავალალო მდგომარეობაშია. ნალექის დრო შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამიტომ მოქალაქეებს რიგში დგომა ქოლგით უწევთ. პრობლემა ტელეკომპანია გურჯანმა რამდენჯერმე გააშუქა. საკითხს დღეს საკრებულოს დეპუტატებმა სესიაზე მხარი ერთხმა დაუჭერეს. სამუშაოები უახლოეს ხანში დაიწყება. დღეს საკრებულოს ხდომაზე ადგილობრივ ბიუჯეტში სხვა ცვლილებებიც შეიტანეს. საფინანსო დოკუმენტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 3.322.000 ლარი აისახა, საიდანაც თითქმის 80% გზების მშენებლობაზე, დანარჩენი კი სასმელი წყლის საკითხის მოწესრიგებას მოხმარდება. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 2.000 ლარი ამ თანხით გურამიშვილის ქუჩაზე ავარიული მრავალსართულიანი შენობის შემოღობის სამუშაოები განხორციელდება. როგორც დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხდომაზე საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, შენობიდან სამშენებლო მასალა ცვივა და გამრავლებს საფრთხეს უქმნის. მშენებლობაში ეს არის ეგრეთ წოდებული რკინიგზის ქვევით დასახლების საერთო ბინა, რომელიც გაზის აფეთქების შედეგად არა ჩამონგრეული და ის რომ ბავშვებისთვის რამე უსაფრთხო ზომები დაცული იქნას, უნდა მოხდეს შემოღობა ამ შენობის, რომ მაღლიდან ხანდახან არის, რომ რაღაც სამშენებლო ნარჩენები ცვივა და რომ არ მოხდეს რაღაც ესეთი შემთხვევა. 10 მომხრე, 1 წინააღმდეგი. ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი ჩავარდა. დღეს საკრებულოს ხდომაზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 13-მა მიიღო, 17-მა კი უარი განაცხადა. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ წითელაურის იმპიჩმენტი საკრებულოს 1/5 განცხადების საფუძველზე დაიწყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წითელაურის გადაყენების საკითხის დაყენებას 3 თვის შემდეგ ისევ გეგმავენ. ამ ხალხს მუნიციპალიტეტის მართვა არ ჩაბარებული და დაფიქრდით თქვენ ადამიანებს ერთ ბიულეტენს არ ანდობენ, რომ შევიდნენ თავის ნება გამოხატონ. რაზეა კომიკური სიტუაციაა. სამწუხაროდ ველოდი, ბუნებრივია ველოდი, იმიტომ რომ ეხლა ყველაზე კომიკური რა არის, ერთვის რომ მოაწერეს ხალხმა იმპიჩმენტს ხელა, დღეს ისინი რომ აღარ აწერენ ხელს. მარტივი მაგალითად ერთვის მე რა გამოსწორდა მუშაობა, თუ რა შეა საქმე. ძალიან სამწუხაროა. ჩემი იმპიჩმენტის საკითხი წინა საკრებულოს თავმჯდომარესთან დროშას დადგა ორჯერ სხვათა შორის 4 თვის წინ. და მაშინაც ჩავარდა, ვერ გავიდა აღნიშნული საკითხი. და დღესაც იგივე განმეორდა. ოპოზიციური პარტიები ცდილობენ რომ თავიანთი შეხედულებებით თავით აჟიოტაჟი გამოიწვიონ წინა საარჩევნო კამპანია და უნდათ რომ ქაოსი და აჟიოტაჟი გამოიწვიონ იმაში საკრებულოში. კახეთში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს შეუძლიათ არჩევანი არა უმაღლეს სასწავლებელზე, არამედ ევროსტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯზე გააკეთონ. სექტემბრიდან სასურველი პროფესიის დაუფლება რაიონიდან გაუსვლელად ლაგოდეხელ და მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ლაგოდეხში კოლეჯ AIS-ის ფილიალი იხსნება. სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს. განათლების სამინისტროს კვლევის თანახმად პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ადვილად საქმდებიან. ვის შეუძლია კოლეჯში ჩაბარება და რა პროფესიებს დაეუფლებიან ახალგაზრდები, ეთერ თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
ბოლო რამდენიმე წელია პროფესიულ სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა რიცხვი გაიზარდა, ამიტომ კოლეჯი აისი ფართოვდება და ლაგოდეხში ახალ ფილიალს ხსნის. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ახალ სასწავლო წელს ლაგოდეხელები პროფესიული განათლების მიღებას ევროსტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებენ. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს. მიმდინარეობს შენობის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად ფაქტობრივად შიგნით ელექტროგაყვანილობის სამუშაოები სრულიად დასრულებულია. ეხლა მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები და პარალელურად შიგნით მიმდინარეობს სხვა სამუშაოებიც. კარფანჯარა თითქმის ანახევროდ ჩასმულია. ვარაუდობენ, რომ მშენებლობის წარმოებელი ვარაუდობს, რომ აუცილებლად დასრულდება ივნისის ბოლოს. კოლეჯ აისის ლაგოდეხის ფილიალი 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება. აქ მსურველებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა მევენახეობა, მეღვინეობა, მებაღჩეობა, მეტყევე და ტურიზმი. ნათელა პაპუნაშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხი ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული და პროფესიული განათლების მიღება მათაც შეეძლებათ. სწორედ ამიტომ ამ ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სოფლის მეურნეობის პროფესიებს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ეს იქნება მებოსტნეობა, მევენახეობა და ასე შემდეგ, რომელიც დარგებიც განვითარებულია და ასევე იმ დარგებს მრეწველობის, რომელსაც საჭიროებს ლაგოდეხის რაიონი. მე ვფიქრობ, კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ საინგილოდან მოსულ აუცილებლად დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ აქ განათლებას. ალბათ გაკეთდება სტუდენტთა საერთო საცხოვრებელიც და არაჩვეულებრივი აღჭურვილობის თანამედროვე მოთხოვნებათა დონეზე გაკეთებული პროფესიული განათლების ცენტრი იქნება აქ. საზოგადოებრივი კოლეჯი აისი კახეთის რეგიონში 3 ფილიალს აერთიანებს. მსურველებს პროფესიული განათლების მიღება კაჭრეთის გარდა დედოფლისწყაროს და ალვანის ფილიალებში შეუძლიათ. სამივე მათგანი რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. ღმერთის მიერ მოვლენილი განსაცდელი და ადამიანების მიერ საკუთარი ყოფაქცევისათვის უფრო მეტად ყურადღების მიქცევა ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უქადაგა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკურავ ქადაგებაზე სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს. უწმინდესმა მარიამ ეგვიპტელის მოღვაწეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არის მაგალითი, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი და ცოდვიდან გადავიდეს წმინდა ცხოვრებაში. უნდა ითქვას, რომ მარიამ ეგვიპტელი არის საოცარი მაგალითი ჩვენთვის, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, როგორ შეიძლება ცოდვიდან ცოდვათაგან გადავიდეს წმინდა ცხოვრებაში. ადამიანი თუ არ ებრძვის თავის სულს, თავის ცოდვებს, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ჯერ ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს თავის თავზე, დაამარცხოს თავისი ვნებები. აპრილიდან აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა განახლდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზე 50% იქნება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰექტარი, ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰექტრის. ფართობის ჩათვლით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს, შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. გასული წლისგან განსხვავებით წელს შემცირდა მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადით განისაზღვრა. აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის ბიუჯეტიდან წელს 7 მილიონი ლარი გამოიყოფა. აპირებენ თუ არა წელს გურჯაანელები მიიღონ პროექტში მონაწილეობა და დაასვენ მოსავალი ვერაიაშუმა გამოკითხვა ჩაატარა. პირობებს გააჩნია ახლა თუ რა თანხაში უნდა ზღუდეს გექტარი, ნახევარი გექტარი და ეს შემდეგ.
ყველაფერია პირობითი. თუ პირობები კარგი იქნება და საშუალება გქონდება, ყველა დააზღობს. იმის გულისაც 5-6 წელიწადია სეტყვარი ჩვენ სოფელში ყოველთვის. თითქმის 90% ისეთ ყურა. არა მაქვს დაზღვეული და რა ვიცი, შეიძლება დავაზღვიო. დაზღვევა კარგია ყველა შემთხვევაში. თუ სადაზღვევო კომპანიებიდან იქნება სამართლიანი მიდგომა. ჯერ ახალ შენი გვაქვს ვენახი და მე მგონი ჯობია რომ დაზღვეული იყოს. იმ შემთხვევაში თუ დიდი ვენახი ღირს დაზღვევა. იმ შემთხვევაში ღირს. მაგრამ როცა პატარა ვენახებს არ ღირს. სხვა წლებში ქონია, მაგრამ წელს არ დაგვიზღვევია. აპირებთ რომ დააზღვიოთ? არ ვიცი, რა ვიცი, ეგ ჩემი ქმარი გადაწყვეტს, არ ვიცი. ისე ენდობით დაზღვევას. რამდენად თქვა ქონიათ შემთხვევა რომ აგინაზღაურიოთ შემდეგ ზარალი? კი, როგორ არა, მაშინ დასეტყვილი ქონდა და გვინასაურეს. მე ასე ვფიქრობ რომ უნდა დავაზღვიო. აუცილებლად. უფრო რცლად აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ ჩვენ სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს. თბილისიდან გორთობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე. ბატონო ლევან, დიდი მადლობა რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებში მონაწილეობთ. აპრილიდან უკვე დაიწყო აგროდაზღვევის პროგრამა და რა სარგებლობას მოუტანს იმ ფერმერებს, მევენახეებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან. კიდევ ერთხელ მადლობა გითხრით. რაც შეეხება აგროდაზღვევის პროგრამას, როგორც პროგრამა შეეხება აპრილისიდან განახლდება და ფერმერებს შეიძლება დაზღვევა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების და შესაბამისად ამ მიწის ნაკვეთების მოხმარული მოსავლის შემდეგი რისკებისგან სეტყვა, ხარისხალი, ჭარბინალეთი ან თხავდიდობის სახე იქნება. რა თქმა უნდა, აგროდაზღვევის საზღვაო პოლიცია ემსახურება რისკების შემცირებას და შემოსავლის შენარჩუნებას. ბატონო ლევან, შარშან-კახეთში უკმაყოფილოები იყვნენ, რომ მოსავლის დაზღვევა დაუგვიანდათ, ზოგი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ კომპანიამ ზარალი სრულად არ აუნაზღაურა. თქვენი შეფასებით არის თუ არა ეს პრობლემა? რაც შეეხება უკმაყოფილებას, ძირითადად გამოწვეულია ხელშეკრულების პირობებით, თუმცა აცნობით და ეს იქნება საზღვაო კომპანიის მხრიდან თუ ბენეფიციარის მხრიდან. ანუ აუცილებელია და ყველას მოუწოდებს, რომ დეტალურად გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და რამოდენიმე მარტივი დებულება, რომელიც აუცილებელია, რომ დამდგომა იცოდეს და რაც მაგალითად არის ის, რომ პოლიციის გაფორმებიდან 4 კალენდარული დღე არის მოცდის პერიოდი და მოცდის პერიოდში დამდგარებიანი არ ანაზღაურდება. შესაბამისად, ესეთი მნიშვნელოვანი დეტალები აუცილებელია დამდგომისთვის რომ იცოდეს და არ მოხდეს ასე მისი შეცდომაში შეყვანა ან საბოლოო ჯამში ანაზღაურების ვერ მიღება. რა რჩევას მისცემთ იმ ფერმერებს, რომლებსაც მოსავლის დაზღვევა უნდათ? რა დეტალებს მიაქციონ ყურადღება? უნდა მიმართონ კიდევ ერთხელ საზღვაო კომპანიებს. საზღვაო კომპანიები წელს 2019 წელს სავარაუდოდ იმონაწილეებს 4 საზღვაო კომპანია საქართველოს მასშტაბით, იქნება ალტერი, GPI ჰოლდინგი, RD და IC ჯგუფი. შესაბამისად, ისინი თავად ირჩევენ სურვილის შესაბამისად და ჩვენგან ასე ვთქვათ არანაირი მითითება, რომელიმე კონკრეტულ საზღვაო კომპანიაზე არ არსებობს, ვინაიდან პირობები ყველაფერი სტანდარტულია და ყველა საზღვაო კომპანიაში მიიღებენ ერთ და იგივე პირობას და არ იქნება ასე ვთქვათ პირობებში ან ფასში სხვაობა საზღვაო კომპანიების მიხედვით. თუ აპირებთ, კახეთში რაიმე PR კამპანია ჩაატაროთ და მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ აგროდაზღვევის პროგრამის და პირობების შესახებ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც საფუძვლებში წელსაც ვაპირებთ, რომ ყველა რეგიონში ჩავიდეთ და უშუალოდ ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ და ავიღოთ აგროდაზღვევის კონკრეტული დეტალები. ასევე, ასე ვთქვათ, აქტიურად ვახდენთ საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას, სატელევიზიო რეკლამის განთავსებას და თავისუფლად საზღვაო კომპანიების მხრიდანაც სავარაუდოდ იქნება გარკვეული საფუძვლობა ინფორმაციის გავრცელების მიზნით. და ბოლოს ისე უნდობლობაზე კითხავთ ტელეკომპანია გურჯაანთან ინტერვიუში არაერთხელ აღუნიშნავთ ფერმერებს, რომ არ ენდობიან სადაზღვეო კომპანიებს და სწორედ ამ მიზეზის გამო იკავებენ თავს და არაზღვევენ მოსავალს. თქვენი აზრით, რით არის გამოწვეული მათი ეს უნდობლობა? რა ფაქტორების გამო? რაც შეეხება კომპანიების ნდობის საკითხს, ჩვენ ასე ვთქვათ, ამაზე
კომენტარებში ვაბოლოთ ასრულებთ. ჩვენ როგორც საქართველოს განმაყოფილებლები, სოფლის პროცესის მასშტაბით ავტოკაფიურად ჩართული როგორც საფორმების პროცედურებში, რომ ხალხი არ იყოს, ასევე ზიანის ანაზღაურების პროცესში ჩვენ როგორც აღნიშნე ხელფასის მეშვეობით ვირებთ სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, ამ პრობლემებში ინდივიდუალურად დეტალურად ჩართულები, შესაბამისად თუ სხვა საერთო პროდუქტებში ვინმეს სანდობის დაბალი დონე აქვს, ამ შემთხვევაში ამაზე ზუსტად საუბარი ძირითადად იქნება რომ სახელმწიფო პროექტია და აქ საერთო კომპანიები ყველა სტანდარტულად პროცედურების შესაბამისად მოქმედებს. ანუ მაგ ვფიქრობ რომ სანდობის ნაწილში რამე პრობლემა შეიძლება შეიქმნას. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მართვის საკითხს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს. კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელის გარემოს დაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილის ინფორმაციით დოკუმენტის პროექტი მათი ორგანიზაციის მიერ მომზადა და ის მიმდინარე წელს დამტკიცდება. რის შემდეგაც მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სავალდებულო გახდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მართვის კუთხით საქართველოში სერიოზული პრობლემები არსებობს. საკითხი აქტუალურია გურჯაანშიც, ქალაქში წიწვოვანი ხეები ხმება, რაც საფრთხეს გვერდით მდგომ მწვანე ნარგავებსაც უქმნის. დოკუმენტის პროექტი მომზადდა ჩვენი ორგანიზაციის მიერ, უკვე განხილვა მოხდა ყველა რეგიონში, გადაეგზავნა ყველა თვითმმართველობას, მიღებულია კომენტარები, მიმდინარე წელს მოხდება ამ დოკუმენტის დამტკიცება, გახდება სავალდებულო და ყველა თვითმმართველობას მიეცემა საშუალება, რომ როგორც ინსტიტუციურად და ფინანსურად, ასევე კონკრეტულად ტექნიკურად რეგლამენტის თვალსაზრისით მიყვეს ყველა იმ გამოწვევას, ყველა იმ პრობლემას, რაც ადგილზე არსებობს მწვანე ნარგავების მართვის კუთხით. შემუშავდა მთავრობის ნორმატიული კანონქვემდებარე აქტი, ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც აწესრიგებს მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლის და აღდგენის საკითხებს. ეს ტექნიკური რეგლამენტი მუნიციპალიტეტებს აძლევს შესაძლებლობას იხელმძღვანელონ იმ ტექნიკური მოთხოვნებით, რომლის დაკმაყოფილებას და განხორციელდეს სამუშაოები მწვანე ნარგავებთან მიმართებით. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ბრალდებით თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში 63 წლის მამაკაცი დააკავეს. სამართო დამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხეკისას როლისთვის ვარგისი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალდებული საცხოვრებელი სახლის ჩხეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, სპორტული საუნდირო შაშხანა, გლუვლიანი თოფი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოვიღეთ. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. არსებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. ხვედელიძეს ყბასახის მოტეხილობა აქვს, იგი ნიუ ჰოსპიტალშია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილოძე ავრცელებს. მისი თქმით, ხვედელიძეზე თავდასხმა დღეს დილით მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს აკუინო პიმენტელ მესამეს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფილიპინების სენატის თავმჯდომარეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა და ამ ფორმატში აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობა, გაცვლითი ვიზიტები და გამოცდილების გაზიარება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გაგრძელებთ მაღალი დონის შეხვედრებს საპარლამენტო შორისო კავშირის ფარგლებში. დღეს უკვე ქონდა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა, განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები შესაბამის პარლამენტის დელეგაციებთან. არის შვიდი მხარდაჭერა მათი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც მოხსნათ ჩვენი მხრიდან დემოკრატიული რეფორმების
განვითარების პროცესს საქართველოში და განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და ცხადია მათი მხრიდან არის დიდი სურვილი, რათა სამომავლოდ კიდევ უფრო გავააქტიუროთ საპარლამენტო დონეზე ურთიერთობები. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ინე ერიქსენ სორეიდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა 5 წელია გრძელდება. თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში პრიორიტეტულ მიმართულებებს ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა სამხედრო განათლების სფეროში, თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება წარმოადგენს. გეგმავთ ახალი რეზერვის და მობილიზაციის სისტემის შექმნა საქართველოში და თვალსაზრისით ნორვეგიის მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მე მინდა ასევე თქვა, რომ ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს, განსაკუთრებით ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში მინდა ვთქვა, რომ ნორვეგიამ როგორც ფინანსურად, ისე ექსპერტების დონეზე მაქსიმალური გააკეთა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარების საქმეში. შეხვედრაზე განვიხილავდით იმ ამბიციურ გეგმებს, რომლებიც მინისტრს აქვს. ვაფასებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან და საჭირო რეფორმებს იწყებ. გარდამავალი ეტაპი ყოველთვის რთულია, ჩვენ გამოვიარეთ იგივე ნორვეგიაში. ამიტომ ვფიქრობ, კარგი იქნება გაგიზიაროთ გამოცდილება ამ საკითხში. გარკვეული ტიპის საგზაო დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება. ამ მიმართულებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა ან არასწორი გაჩერების შედეგად ასეთი ტიპის დარღვევები ქულათა სისტემაში არ შევიდეს, მაგრამ იყოს ძალიან პრინციპული მიდგომა, როდესაც არახიზო მდგომარეობაში მართავს მძღოლი მანქანას, ან ხდება გადაცემა ადამიანისთვის, რომელიც არაფხიზო მდგომარეობაშია და ასეთი ტიპის დარღვევები, რომელსაც უფრო მაღალი ბალი ექნება, ანუ შეფასება ქულათა სისტემაში. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეწყლის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 254 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 54 ბავშვია, 400-ზე მეტი ადამიანი კი დაშავებულია. იუწყება BBC. სამზებრო სამაშველო ოპერაციაში 1000-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი მონაწილეობს. ქვეყნის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, ამ დროისთვის 170 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციით სულ მცირე 200 ადამიანი უგზო-უკლო დაკარგულად ითვლება. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი რესპუბლიკური პარტია იმარჯვებს. 1301 საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შედეგად რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 59.6% მიიღო. მეორე ადგილზე ცარუკიანის ბლოკია, რომლის სათავეში მსხვილი მეწარმე პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერი გაგიკ ცარუკიანი დგას. მის ბლოკს წინასწარი მონაცემებით 27.84% აქვს. პარტია დაშნაკ ცუტუნმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 6.68%, ხოლო ოპოზიციურმა ბლოკმა გამოსავალი 7.2% მიიღო. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პოლიტრო თვიმ გავრცელა. 9 თვიანი სრულყოფილი რესტავრაციის შემდეგ იესოს საფლავი იხსნება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. საფლავი ქრისტიანული კვარტლის შუაგულში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აღდგენით პროცესს მორწმუნეებისთვის ლოცვისას დისკომფორტი არ შეუქმნია, ვინაიდან სამუშაოები ძირითადად ღამით მიმდინარეობდა. კვლევის საბოლოო მიზანი იყო დადგენილიყო, როგორ გამოიყურებოდა მაცხოვრის საფლავი თავდაპირველად. სახარების თანახმად, ქრისტეს სხეული ჯვარცმის შემდეგ მთაში გამოკვეთილ ერთ-ერთ გამოქვაბულში დაასვენეს. სწორედ იქ მოხდა მესამე დღეს იესოს აღდგომა. წმინდა ელენემ, რომელიც მეოთხე საუკუნეში გათხრებს აწარმოებდა, გოლგოთაზე იპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს და შემდეგ ამ ადგილას მაცხოვრის საფლავის ეკლესია ააგო. კომპანია Mercedes-Benz
ავტოპილოტის სისტემით აღჭურვილი სატვირთო ავტომობილის პროტოტიპი წარმოადგინა. გერმანული ავტომწარმოებლის წარმომადგენლების თქმით, ავტომობილის სერიული ვერსია გზებზე 2025 წლისთვის გამოჩნდება. 40 ტონიან სატვირთო ავტომობილ Future Truck 2025 ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილება 84 კმ/სთ-მდე სიჩქარით შეუძლია. ამისთვის Mercedes-Benz-ის ინჟინერებმა სპეციალური სისტემა Highway Pilot-ი შეიმუშავეს. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი მძევლები საქართველოს კინოთეატრებში 20 აპრილიდან გამოჩნდება. ინფორმაციას კინო აფიშე G ავრცელებს. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის 1993 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. მაშინ ახალგაზრდებს საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა სურდათ. შეგახსენებთ, რომ მძევლების მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს მძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლა. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კურიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს სახელით რბოლაში ქართველი ავტომრბოლელი, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და სერბი სპორტსმენი დუშან ბორკოვიჩი მონაწილეობდნენ. დათა ქაჯაიამ, რომელმაც საკვალიფიკაციო გარბენზე სასტარტო ხაზთან პირველი ადგილი მოიპოვა, ლიდერობა ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველ რბოლაში შეინარჩუნა. მეორე ადგილზე უნგრელი ავტომრბოლელი ფერენც პიცა გავიდა. მესამე ადგილს კი შვეიცარიელი სტეფანო კომინი დასჯერდა. პირველი ეტაპის მეორე რბოლაში გამარჯვებული ესპანელი პეპე ორიოლა გახდა. საერთაშორისო ჩემპიონატზე 12 ქვეყნის სახელით 16-მა ავტომრბოლელმა იასპარეზა. ახლა ამიდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გემშვიდობებით ხუთშაბათამდე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდელი საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურობთ ტელეკომპანია გურჯაანი გვიყურეთ ცილქნეზე, მაგთისაზე და მაი ვიდეოზე. ასევე შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათს ტელეკომპანია გურჯაანზე შეგიძლიათ ნახოთ კახეთის კვირის მთავარი ამბები. ნახვამდის.